ვაკეთებდი 17 წელს რო ვიყავი, საკუთარი მოსავალი მქონდა და რაღაცეები, დაკავებული ვიყავი სოფლის მეურნეობით მე თვითონ. ანუ რა მოყავდა სალომე? წიწაკა მქონდა დარგული, ძალი თლიანი ყანა რაც მაქვს, მან მარტო მე და ჩემი და არა მეტი მქონდა. მე 4000. მარტო იყავით? ან უკვე დედა წასული იყო? დედა არ იყო არც მამა და მე და ჩემი და ვუვლიდით, ჩვეულებრივად ან ჩითილიც ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენ დავრგეთ, ჩვენ კრიფავდით. რეალიზებას თუ ადგილზე მოდიან ჩვენთან ესე გამყიდველები სახლთან და ყიდით, ადგილზე ყიდით ჩვენი ეზოში შემოდის მანქანა და მიაქვს იქიდან. რა თქმა უნდა, ნახევარფასში იყიდება ჩვენთან და აქ ბევრად მეტად იყიდება თბილისში უკვე თქვენთან. მაგრამ ახლა უკვე შენთანაც. საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა იმ პერიოდში ჩემი წიწაკიდან მე ბავშვს და ახლა ბევრი ბავშვს კი დატოვებ ახლა მარტო და ხო და მაგის გამო უბრალოდ მე ძალიან რთული ამ ხელავალის მაგით გადახდა არის ძალიან რთული. მიწებიც უნდა გქონდეს მაშინ დასამუშავებელი და ხალხიც უნდა ყავდეს და ოჯახში ბევრიც უნდა იყოს და ბევრი პირობა. პლუს არ არის. კი, პლუს ისეთი ამინდები შეიძლება იყოს რაღაც სტიქიური მოვლენები მოვიდეს და სუწა იყოს შენი შემოსავალი. ეგეთი შემთხვევებიც ყოფილა ხალხი რო დარჩა ვალებში. ქონია შენც, ხო? ჩვენს ოჯახშიც იყო ხოლმე რომ აი ქარი მაგალითად საკმაოდ ძვირი ღირს მის ცელოფანიც რო იყიდო, კიტრის თესლიც რო იყიდო, რაღაცები რაც გჭირდება რო იყიდო და დაახლოებით თქვა რომ 10000 ლარი დახარჯე და შემდეგ ერთი ქარი მოდის და აი უცებ რაღაც ნახევარ საათში გაგიქრობს შენს ნაცვალებს და წვალება კიდე 2 თვის. დაზღვევები არ იყო საერთოდ და აი იმდენი მოსავალი განადგურებულა მანდ და იმდენი გადაყრილა კიდე თურქეთიდან რო შემოდიოდა ძალიან ბევრი კიტრიც თუნდაც ჩვენი იყრებოდა არ უნდათ იმიტომ რომ სავსე იყო თქვენ ანუ თბილისში ბაზარი იყო სავსე და ტონობით კიტრი, ბადრიჯანი, პომიდორი გადაყრილა ესე ან პროსტო დაკრიფო და გადაყრი სადღაც სანაგაუზე მიქონდათ რომ სახში არ აუყროლდეს